ეს მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში ვინმე ილარიონის მიერ ეტრატზე გადაწერილი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანია. სასულიერო შინაარსის პოეზია, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა, სინანულის მოტივს ეძღვნება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შემონახულ სამეფო პოეზიაში ეს ყველაზე ძველია. სწორედ აქედან იწყება ქართული სამეფო კარის ლირიკის ათვლა. სამწუხაროდ დედანმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. შესაძლოა ქართულ მეფეებს მანამდეც შეეთხდათ რაიმე პროზაული ფოტოპოეტური თხზულება ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე ჯიუტი მაინც ადამიანის სუბიექტურ აზრზე უფრო მეტად არის ფაქტი და ფაქტი არ არსებობს. ასე რომ ქართული სამეფო პოეზიის ათვლას ვიწყებ დავით აღმაშენებლის გალობანის სინანულისაიდან, რომლის ავტოგრაფი სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოღწეულა. თავად სასაურიდან გამომდინარე უკვე ჩანს, რომ ეს ეხება ფაქტიურად ეს არის საჯაროს ნათქვამი აღსარება, სასულიერო შინაარსის პოეზია არის, სადაც ძალიან ღრმა სინანულიანი განცდები არის მეფე პოეტის გადმოცემული. დავით აღმაშენებლის ამ ნაწარმოებმა საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო სასულიერო პოეზიაზე. შენ ხარ ვენახი, ახლა დაყვავებული მორჩი კეთილი ედემში. უნიკალური ჰიმნოგრაფიული თხზულებების კრებულის ავტორი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის შვილი მეფე დემეტრე პირველია. 1788 წლით დათარიღებული და დავით მესხიშვილის მიერ გადაწერილი დემეტრესგან თქმულნი იამბიკონნი ქართველი ერის უდიდეს საგანძურს წარმოადგენს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობლის შენ ხარ ვენახი შექმნამ კი საქართველოში ოქროს ხანის შექმნას დასაბამი დაუდო. ცენტრში შემონახული უძველესი ხელნაწერი მხედრულით არის შესრულებული და ამ შემთხვევაშიც მისი დედანი შემონახული არ არის. მისი შვილის დიმიტრი მეფის უნიკალური საგალობელი შეხარ ვენახი და სხვა იამბიკოებით სამწუხაროდ არც ეს უნიკალური ჰიმნოგრაფიული თხზულება ჩვენამდე დედის სახეს არ მოღწეულა. მოღწეა მხოლოდ გადამწერებმა. დემეტრე პირველიც ასეთივე პოეტური ნიჭით იყო დაჯილდოვებული, ჩვენ შემოგჩა მისი 5 იამბიკო, 3 ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი და 2 შიომღვიმელისადმი არის მიძღვნილი. მათ შორის ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი იამბიკო ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი შენ ხარ ვენახი სწორედ დემეტრე პირველის შექმნილი არის. რამდენადაც შეურიგებელი იყო სპარსეთისადმი, იმდენად დამთმობი იყო პოეზიაში. ეს სიტყვები კორნელი კეკელიძემ მეფე თეიმურაზ პირველზე დაწერა. მან გვიანი შუა საუკუნეების სამეფო პოეზიაში ისტორიული პოემის ჟანრი დააფუძნა. თეიმურაზ პირველი, რომელმაც ქართულ პოეზიაში ძალიან ბევრი სიახლე დაამკვიდრა. პირველ რიგში ალბათ უნდა აღნიშნოთ ისტორიული პოემის ჟანრი. მან დაწერა ქეთევან დედოფლის წამება, ანუ დედამისის წამება აღწერა და აი ამით საფუძველი ჩაუყარა ქართულ პოეზიაში ისტორიული პოემის ჟანრს. ასევე მისი შემოტანილი არის ქართულ პოეზიაში მაჯამა, ამ სტილით ლექსების წერა. აქვეა მეფე ვახტანგ მეხუთის ვაჟის არჩილის პოეტური კრებული არჩილიანი, რომელშიც ქართველი კაცის ბუნება ნათლად არის გამოხატული. ხელნაწერში შესწორებები თავად მეფის მიერაა შეტანილი. ეს არის არჩილ მეფის დაკვეთით გადაწერილი მისი ლექსები და პოემები, სადაც რომელიც დასწორებია არჩილ მეფის ხელით და ეს გახოთ არჩილ მეფის ავტოგრაფი. და ასეთი არაერთი შეხვდება. ასევე არის ვახტანგ მეექვსის ნასწორები, მისივე თხზულებები. მისი ყველაზე გამორჩეული თხზულება არის საქართველოს ნეუბანი, სადაც ძალიან კარგად აქვს ქართველი ადამიანის ბუნება. პატრიოტულ ლირიკაში ასახული საკუთარი ცხოვრება და მოღვაწეობა მეფე ვახტანგ მეექვსემ ასახა თავის პოეზიაში, რომელსაც საკმაოდ სევდიანი ელფერი დაჰკრავს. აქვეა ქართლის მეფის თეიმურაზ მეორის პოეტური ნაწარმოებები და ქართული ანბანის სადიდებლები, იგივე ანბანთქებები. მე ხაზ გავუსვამ ერთ ფაქტს, როდესაც ქართულ სამეფო პოეზიაზე ვსაუბრობ, ქართული მეფეების სავალდებულო ნორმად ითვლებოდა, შეიძლება თქვას, ანბანთქებების შექმნა, ქართული ანბანის საგალობლების სადიდებლის შექმნა და ეს არის მართლაც შედევრები. ძნელია გამოყო მათ შორის ვინ უფრო ხატოვნად და ამაღლებულად დაწერა ქართული ანბანის სადიდებელი.
ალბათ ისინი ხდებოდნენ ენის ნიშნულობა საერთოდ ზოგადად ერის მენტალიტეტის თვალსაჩინო ჩამოყალიბება. ეს ხელნაწერები წიგნად არაერთხელ გამოიცა და საზოგადოებისთვის თითოეული მათგანი კარგად ცნობილია. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ქართველი მეფეები როგორც შესანიშნავი სახელმწიფო მოხელეები, ასევე უბადლო პოეტური ნიჭითაც გამოირჩეოდნენ, თუმცა ეგრეთ წოდებული სამეფო პოეზიის ალმანახი, სადაც ეს ყველაფერი იქნება თავმოყრილი, დღემდე არ გამოცემულა.